საღამო მშვიდობის ღია ეთერს უბრუნდება თრიალეთის დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს ჩვენს კორესპონდენტებთან ერთად ანარეკლი სტუდიიდან ლადო ბიჭაშვილი გაგაცნობთ. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი და არამიზნობრივად გადანაწილებულ თანხებზე საუბრობენ გორის რაიონის სოფლებში. ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული თანხების ფარგლებში გასულ წელს გორის რაიონის სოფლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობისგან კომენტარი აგვეღო. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში არ შესრულებულ არის. გამოც ხალხი პროტესტს გამოთქვამს მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ სოფელში ამბულატორიის და საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვდა, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია. გამოყოფილი თანხა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იხარჯებოდა, აცხადებენ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში მაცხოვრებლები. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გორის რაიონის ტელეკომპანია თრიალეთის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს ანარეკლის ჟურნალისტებთან ერთად ალინა ტატუნაშვილი გაგაცნობთ. მოძრაობა არასაქტივისტებმა გორის მუნიციპალიტეტისა და პოლიციის მთავარ შენობასთან თრიალეთზე განხორციელებული ზეწოლების გამო საპროტესტო აქცია გამართეს. ჩვენ ჩამოსვლის მიზანი არის დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე თრიალეთზე ზეწოლა, რომელიც გვესმის გამუდმები და გორში ეთყობა კარგი შემსრულებლები ყავს ივანე მერაბიშვილს, იმიტომ რომ ხან ბატონ ჯონ ნაინტაშვილზე ხდება თავდასხმა, ხან ანძიდან ითიშება, ხან საერთოდ 11 წლიდან საქართველოში სამართს დედის დღე აღენიშნება. გორში დღეს 15 ბავშვი დაიბადა. მოძრაობა არამგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პოლიციის მთავარ შენობასთან აქცია გამართა. არას წევრებმა გააპროტესტეს ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორსა და ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლები. მოძრაობა არამ სოლიდარობა გამოუცხადა ტელეკომპანია თრიალეთს და ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ. არას წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია თრიალეთზე ზეწოლები არ შეწყდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ტელეკომპანია თრიალეთის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს ანარეკლის ჟურნალისტებთან ერთად ალინა ტატუნაშვილი გაგაცნობთ. ტელერადიო კომპანია თრიალეთის საქართველოს ტელეცენტრმა გორის ტელეანძაზე გადამცემები გამოუხდა და ამ დროისთვის არხის სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობა რეგიონის მასშტაბით აღდგენილია. თრიალეთის მაუწყებლობის გათიშვას საქართველოს ტელეცენტრში ტელერადიო კომპანიის 3 თვის დავალიანებას უკავშირებენ. ტელეკომპანიაში კი განმარტავენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლების გაგრძელება, რაც შეეხება თრიალეთის დავალიანებას